ჩვენი შემდეგი თემა განსაკუთრებით იმ მაყურებლებს და გაინტერესებთ, ვინც უახლოეს პერიოდში ბინის შეძენას გეგმავთ. გსურთ იპოვოთ ადგილი, სადაც ქალაქის რიტმი და ბუნებრივი სიმშვიდე ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. თან გინდათ, რომ სახლთან ახლოს გქონდეთ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და იყოთ ყველაფერთან ერთად, ესე იგი მაქსიმუმ 5 წუთის სავალზე. მაშასე არქის თქვენთვის შეთავაზება აქვს, მეტიც გეტყვით, რომ არქი ტრადიციას არ ღალატობს და დიდი ფასდაკლების დღეს ამჯერად მუხიანში მდებარე გამორჩეულ პროექტზე აცხადებს. რატომ არის ეს პროექტი საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ საინტერესოა? რა ღონისძიება და შეთავაზებებია დაგეგმილი 25 აპრილს ჩვენ სტუმრთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ თალალო ძავაშვილი, არქის პერსონალური მრჩეველი, რომლის შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში დილა მშვიდობის ისეთ საოცარ პროექტზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელსაც ქვია არქი იასამნები, რომ ეს ატმოსფერო და ეს სურნელი ვარ ვიგრძნოთ არ შეიძლება, ამიტომ იასამნები მოგიტანეთ. მე ისიც არ ვიცოდი, რომ იასამნები უკვე ჩვენ გვექნება იასამნების ბაღი, კი არქის ყველაფერი ხელმისაწვდომია ამ დროს. იასამნების ბაღი გვექნება საოცარი პროექტში და ამიტომ მინდოდა რომ აი ეს ატმოსფერო თქვენს იგრძნოთ. ამ პროექტზე საუბრით მოგვიყევით ამ იასამნების ამბავი, რომელიც რაც გაზაფხულს გადასწარებად პირველ ვამცნობს ხოლმე და თითქოს ეს ნიშანია გაზაფხულის მოსვლის, ეს არომატი ყოველ შემთხვევაში პირდაპირ ასოცირდება. 25 აპრილს გვაქვს განსაკუთრებული ღონისძიება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროექტზე, არქი იასამნებზე. ეს იქნება მხოლოდ ერთი დღით ექსკლუზიური ფასი ჩვენი მომხმარებლებისთვის, რა დროსაც შეძლებენ, რომ მათთვის სასურველი, მათ გემოვნებაზე მორგებული ბინა სასურველი გადახდის პირობებით შეიძინონ მხოლოდ ერთი დღით ისეთ დაბალ ფასად, რომელიც სხვა დროს აღარ განმეორდება. ინტერესი არის უკვე ძალიან დიდია მომართვიანობა და ვურჩევ ყველას, რომ დღესვე გაიარონ რეგისტრაცია, დაგვირეკონ, რომ მოასწრონ დარეგისტრირება პირველმა, რომ შეარჩიონ სასურველი ბინა. აი ეს სასურველი ბინა რომ შეარჩიონ ამ იასამნების პროექტში, რომელიც მუხიანში მდებარეობს. 5 წუთი გჭირდება დაახლოებით მეტრო ახმეტელიდან, ანუ გადაადგილებისთვის არის ძალიან კომფორტული. რადიო ქალაქთან არის დაახლოებით 1 წუთში. შესაბამისად არის არაჩვეულებრივი ლოკაცია. C ბლოკი გვემატება, ჩვენი მესამე ბლოკი, ADB ბლოკი უკვე დასრულებულია და C ბლოკის მშენებლობას ვიწყებთ და ერთდღიანი ფასდაკლება დაბრუნდა, დიდი ფასდაკლება და ეს C ბლოკს ეხება, ხო? C ბლოკს შეეხება ერთდღიანი ფასდაკლება, მხოლოდ 25 აპრილს გვექნება შესაძლებელი, რომ როგორც საქართველოში მაცხოვრებლებმა, ასევე ემიგრანტებმა ისარგებლონ ამ შეთავაზებით, იმიტომ რომ სრულად დისტანციურ სერვისს თავაზობთ მომხმარებლებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ხსნით ყველანაირ ფინანსურ ბარიერს, იმიტომ რომ კარგად გვესმის, რომ დანაზოგის გაკეთება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, როდესაც ვართ ემიგრაციაში და შესაბამისად, ამიტომ ყველაზე გამარტივებულ განმადების პირობას ვთავაზობთ მომხმარებლებს ბინის შესაძენად და არჩევანი საკმაოდ დიდი გვაქვს ბინების, როგორც ერთსაძინებლიანი, 2-3-საძინებლიანი დიდი ოჯახისთვის და ამიტომ ემიგრანტებსაც ურჩევ, რომ ჩვენი დისტანციური სერვისით ისარგებლონ და დაგვირეკონ, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეარჩიონ უძრავი ქონება. კი ბატონო, საინვესტიციო კუთხითაც რო ვისაუბროთ, რამდენად შეიძლება ადამიანი ესე ვერ ფიქრობდეს და ხო რაღაცა წარმოგიდგენთ რა ლამაზად ცხოვრობთ ამ პროექტში. იასამნების ბაღი გვაქვს პროექტში. 12000 კვადრატი გვაქვს იზოლირებული, გამწონებული ეზო. არა მარტო იასამნები, ისედაც გვაქვს საფეხბურთო მოედნები, სამეზობლო ლაუნჯი, სპორტ დარბაზი პროექტში და იასამნების ბაღიც გვექნება გაშენებული და გაზაფხულზე უკვე გაშენებულია იასამნების ბაღი და არაჩვეულებრივი. უფრო გამორჩეული ხიბლი არის. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტია ჩემიც მაგის გამო, იმიტომ რომ იასამნები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ძენს ამ პროექტს. არა, სამბობ. ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც დავინახოთ ეს შესაძლებლობა, რომ არ გაუშვათ ხელიდან. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა საინვესტიციო ციფრები, რადგან ჩვენ ვისაუბროთ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინა გამოცდილებები გავაზიაროთ. ჩვენ შარშან მქონდა დიდი ფასდაკლების დღე, მაგალითად Grand Avenue-ზე. მხოლოდ 7 თვე არის გასული ამ პროექტიდან და ბინების ღირებულება 21%-ით არის უკვე გაზრდილი. Horizon-ის ფასდაკლებიდან 11 თვე არის გასული მხოლოდ და უკვე 23%-ით არის გაზრდილი ბინის ღირებულება. ამავე პროექტის B ბლოკი რო გავიხსენოთ, იქ არ გქონდა დიდი ფასდაკლების დღე და 53%-ით არის ბინის ღირებულება გაზრდილი. იმიტომ რომ მშენებლობის დასაწყისიდან მშენებლობის ბოლომდე ნებისმიერ პროექტში ყოველთვის ვიცით რომ იზრდება ბინის ღირებულება. თუმცა დიდი ფასდაკლების დღე არის კიდევ დამატებით ერთი დღე, როცა კიდევ უფრო საინტერესო ხდება საინვესტიციო პროექტი, იმიტომ რომ ისეთ ექსკლუზიურ ფასად ყიდულობთ ბინას, რომელიც აღარ მეორდება მომავალში არასდროს. შესაბამისად, ფიზიკურად ვერ ხო და ამიტომ საინტერესო საინვესტიციო პროდუქტია დიდი ფასდაკლების დღეს ბინის ყიდვა საინვესტიციო.
და ალბათ ესეც არის ერთ-ერთი რაც დაუშვათ თქვენს კომპანიას ბაზრის ლიდერად, ესე ვთქვათ, წარადგენს ხო, ეს რაღაცა განსაკუთრებული შეთავაზება და საინვესტიციო, ასე ვთქვათ, შანსი ერთ ცხადია, იმიტომ რომ დიდი ფასდაკლების დღე აერთიანებს რამოდენიმე მთავარ მიზეზს. პირველ რიგში პროექტის დასაწყისში გვაქვს განსაკუთრებული არჩევანი ბინების დაგეგმარების ნაწილში. პირველივე დღეს გვაქვს ყველაზე დიდი არჩევანი, როცა ბინა შეგვიძლია შევარჩიოთ. მეორე, ამ დროს გვხდება განსაკუთრებული განვადების პირობა. ყველაზე მეტად შენზე მორგებული გრძელვადიანი განვადება. და განსაკუთრებული იქით შესთავაზოს რა შეუძლია, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვერგოთ მათ სურვილებს. რა გადახდის შესაძლებლობა აქვს. თუ აქვს წინასწარი შენატანი და შეუძლია რომ რაღაცა დანაზოგი შემოიტანოს, ცხადია დამატებით იღებს კიდევ ფასდაკლებას იმის ზევიდან რაც ისედაც გვაქვს იმ დღეს. შესაბამისად ვერგებით მაქსიმალურად მომხმარებლის მოთხოვნებს როგორ უნდათ რომ ბინა შეიძინონ. თუმცა აქვე მინდა ვთქვა რომ ზოგადად ნდობა ჩვენი მომხმარებლების იმ არქელების რომლებმაც უკვე ბინა შეიძინეს ჩვენთან არის მთავარი რაზეც საბოლოო ჯამში არქი დგას, იმიტომ რომ 52,000-ზე მეტ არქელს ვაერთიანებთ უკვე ამ 55 დასრულებულ და 31 მიმდინარე პროექტში. ასეა და კიდე არქი გამოირჩევა ასევე იმით, რომ როდესაც მომხმარებელი ხდება უკვე არქელი, იქ არ მსრულდება თქვენი ურთიერთობა კომპანიის და მომხმარებლის და კიდე მე ვრცელდება სხვადასხვა კამპანიებში. ამ შემთხვევაში თუ არის რამე თუ გაქვთ კიდე რამე ესეთი სანათესაო ამბავი, ვამბობთ ხოლმე რომ მშენებლობის დასრულებისას, როდესაც ბინას იბარებს მომხმარებელი, მაგ დროს არ ვასრულებთ მათთან ურთიერთობას, იმიტომ რომ მერე ვიწყებთ ურთიერთობას, ვცდილობთ რომ განსაკუთრებულად იგრძნონ თავი. ცხადია, ბინების გაძურების ნაწილში საინვესტიციო ციფრებზე, რაზეც ვისაუბრეთ, უკვე ეს მოგება ადამიანს ნანახი აქვს და შესაბამისად, ეხლა დროა ვიზრუნოთ მისი ცხოვრების გარემოზე ჩვენს პროექტში და ჩვენი მობინადრეებზე ზრუნვის სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს სამსახური მობინადრეებზე ზრუნვის სამსახური რომლის მთავარი სამუშაო პროცესი არის რომ ჩვენი მომხმარებლების ყველა იმ პროექტში რომელიც უკვე დასრულებული გვაქვს და უკვე ადამიანები ცხოვრობენ, შეიქმნას განსაკუთრებული გარემო, რომ ჩვენმა არქელებმა იგრძნონ თავი არქის დიდი ოჯახის წევრად და ასევე არქის ლოიალობის პროგრამაც რო არ ვახსენო არქი ქარდის სახით, როდესაც ბინას ყიდულობს მომხმარებელი, განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობს ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში თითქმის ყველა პორტფელში. ავტომატურად ხდება ჩვენი ოჯახის წევრი იღებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს და ცხოვრობს განსაკუთრებულ პროექტში. კეთილი, იცით რა მინდა, აი ბოლოსკენ კიდევ ერთხელ გავაშხოთ 25 აპრილი რადგან ახსენეთ, როგორ შეიძლება მოხდენ ამ ესე ვთქვათ შეთავაზების მონაწილენი, ვისაც აქვს სურვილი, ხო, რა უნდა გააკეთოს? ფეხულში ჩაბმის და კიდევ ერთხელ გავიარო. 25 აპრილს გვექნება ერთი დღე დიდი ფასდაკლების, როგორც უკვე ვთქვი, არქი იასამნების C ბლოკზე. შესაბამისად, ჩვენ ვურჩევთ, რომ დარეგისტრირდნენ, მოგწერონ სოციალურ ქსელებში, დარეკონ ჩვენი ტელეფონის ნომერზე, დარეგისტრირდნენ დღესვე, იმიტომ რომ პირველებმა შეძლონ შეარჩიონ საუკეთესო ბინა მათი სურვილის მიხედვით, როგორც ოჯახისთვის, ასევე საინვესტიციოდ. ასევე ემიგრანტებს მინდა ავუხსნა, რომ გვაქვს სრულად დისტანციური მომსახურება, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გახდნენ არქელი, მოხსნილია ყველანაირი ფინანსური ბარიერი იმისთვის, რომ ბინა შეიძინონ, საჭიროა მხოლოდ დაგვირეკონ ან მოგწერონ სოციალურ ქსელებს და ჩვენი პერსონალური მრჩეველები მათთვის ყველაზე მეტად მორგებულ განვადების პირობას შესთავაზებენ. დისტანციურად შევასწრეთ შეძლებათ. დისტანციურად შეუძლიათ შეარჩიონ ბინა, შეიძინონ და გახდნენ არქელი. არ ჭირდებათ რაღაცა ბიუროკრატიული პროცესების გავლა. რის გამოც უნდა გახდეს ადამიანი არქელი. გონია რომ ყველა კითხვას გავეცით პასუხი განსაკუთრებით იმ უმნიშვნელოვანეს, რომლისთვისაც მივიქცეთ თქვენი ყურადღება 25 აპრილის თემაზე ვსაუბრობ და დანარჩენი არჩევანი ბუნებრივია, რომ თქვენზე ეძურფასტოლე მაყურებლებო, ჩვენს სტუდიაში კი ფანტასტიკური არომატი დაგტრიალებს ახლა იასამნის და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის.